მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა თქვენ ხართ. ვინმეს მოკლა რომ დომოდა იმ მანდატურებიდან არავინ არ გადარჩებოდა ცოცხალი. კარგად ვფლობ იარაღს. ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით. მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები, რომ დიოდა და პოლიტიკურ დებატებში შემოვიდა. ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია. არც არსად შევჭრილ ვარ, არც შუშა ჩამემტრევია. 1 საათი ვამტრევდი შუშას. ხან რა ავაძრე, ხან რა. ხობიდან გადავწვერი, ვიჯექი და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა. მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორც უნდა შემეშინდეს უკან როგორ დავიხიო. ჩემებს მინდა ბოდიში მოვუხადო. ასეთი ვარ. 1 წელია სული მეხუთება უსამართლობისგან. სასამართლოში შეჭრის მომენტიდან მის მიერ მანდატურებზე თავდასხმის პროცესი, ასე ვთქვათ, მისი მხრიდან სასამართლოს შენობაში აალებადი ნივთიერების ბენზინის დასხმის ფაქტი, ეს ყველაფერი მან არ უარყო და ადასტურა, თუმცა თვლის, რომ ეს არ იყო დანაშაულებრივი ქმედება. ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს სასამართლოზე თავდასხმა ბუნებრივია ამ შემთხვევაში მისი დესტაბილიზაციისა და განადგურების მიზნით იძლევა ტერორისტული აქტის შემადგენლობას. აღნიშნული სასროლი იარაღი ალეკო ელისაშვილს ჰქონდა შეძენისა და შენახვისა და ტარების უფლებით, თუმცა რა თქმა უნდა იარაღის ტარების უფლება არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ აღნიშნული გამოიყენოს, ასე ვთქვათ, კანონის დასარღვევად ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩასადენად. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შემდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით და ის გაუშვა წინასწარ პატიმრობაში, ეს ჩვენი მოსალოდნელი იყო ჩვენი მხრიდან. და რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ალეკო ელისაშვილი აღიარებს კონკრეტულად ქმედებას და არა იმ ბრალს, რასაც მით უმეტეს პროკურატურა ედავება, ეს არის ტერორისტული აქტი და ტერორისტული აქტი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მუხლი სისხლის სამართალში, ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე და თან მნიშვნელოვანი არის, რომ აქ უნდა იყოს კონკრეტული მიზანი, ტერორისტული მიზანი უნდა გააჩნდეს. და დანაშაულისგან ხელის აღება, იმიტომ ვახსენე და არაერთხელ გავიმეორებ, ალეკო ელისაშვილმა დანაშაულისგან ხელი აიღო, იმიტომ რომ როდესაც მან დაინახა შიგნით შემოსული მანდატურები, მან იარაღის გამოყენება არ სცადა. რაზეც თავად ისაუბრა, ის ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია. მე არ მჯერა რაღაც შეთქმულების თეორიების, მე ზუსტად ვიცი, რომ ის რაც 1 წლის და წელიწადზე მეტის განმავლობაში უგროვდებოდა მას აი ამ ქართული ოცნების ქმედებებიდან გამომდინარე და ამდენი უკანონობიდან და ამდენი უკანონო დაპატიმრებული ადამიანების გამო, ასე ვთქვათ, მოიფიქრა ალბათ რაღაცა ეგეთი ფორმა, რომლითაც სასამართლოსთვის და ყველასთვის უნდა დაეჩვენებინა, რომ ეს სასამართლო არის გადაქცეული რაღაცა კონვეიერად, რომელიც უბრალოდ ყველას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ბრალი გაქვთ ჩადენილი თუ არ გაქვთ, გიშვებს ციხეში. ტერორიზმის ბრალდება ეს რა თქმა უნდა არის აბსურდი, ეს არის სისულელე. ალექსანდრე ტერორისტი არ არის, მთელი ცხოვრება ცდილობს, რომ თავის სამშობლოს რაღაცა დაუმტკიცოს. ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში, წინა პლანზე გავიდეს ამ ექსტრემისტული მოძრაობისა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. რასაკვირველია, ამას ყოველთვის გამოიყენებს დაინტერესებული მხარე. ფულსაც გადაიხდით ამაში და საკმაოდ სერიოზული მუშაობა ტარდება იმისათვის, რომ ექსტრემიზმი, ტერორიზმიც პირდაპირ ასწავლდნენ ახალგაზრდებს დაფინანსებულ გარკვეულ შეხვედრებზე, რომ ტერორიზმი ყოველთვის არ არის ცუდი. ჩვენ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია თავად ალეკოსთან და ნახვა ყველა იმ დეტალის, რაც არის პროცესში. ერთადერთი რაც ვიცი, სამი საკითხი, გულწრფელად ვამბობ, ვიცი რომ რუსეთში არის ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ისევე როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ნაცემი ყავს საჯაროდ კამერების წინ სუსის უფროს მდინარაძე და ქოცი როგორც სუბიექტი არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი სუბიექტი ქართულ პოლიტიკურ ველში და მესამე ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის პატრიოტი. ამის მიღმა ჩადენილი აქვს მას თუ არა რაიმე ტიპის ქმედება და ასე შემდეგ, ამას უკვე პროცესი თავად წარმოაჩენს. ფაქტია, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა, პროვოკაციული, რევოლუციური სცენარები, ეს არის ის ქმედებები, რაც ხელსაყრელია ოცნებისთვის და ახარებს ჩვენს მტრებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი და თავიდანვე ყოველთვის ვამბობდით, რომ თავარი ამ ქვეყანაში არის პრაგმატული მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელება. რაიმე შეფასების გაკეთება ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ერთის მხრივ რთულია ახსნა ის мотиваცია, რომელიც
და ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მან დაისახა ამ ქმედებების განხორციელების დროს და ბუნებრივია ამ შეფასების ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ. იმავდროულად სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები თავისთავად არ წარმოადგენს რაიმე სარწმუნო ცნობას ჩვენთვის, ვინაიდან ამ ხელისუფლების სამართალდამცავ სისტემას არანაირი ნდობა საზოგადოების მხრიდან არ გააჩნია. ამიტომ ბუნებრივია ეს ფაქტი უნდა მივიღოთ როგორც ფაქტად.